ოსტატო, იმ ჰალილს საერთოდ არ ვენდობი. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ საქმეში სიფრთხილის ადგილი აღარ დარჩა კაფეს. ის ეტაპი უკვე გავიარეთ. ჯერ დემიროღლუსთან მოვაგვაროთ. აი მერე კი ჰალილს მივხედავ. მოვთხოვ პასუხს იმაზე, რომ 26 წელი მომპარა. ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს. ურალთან როდის დავიწყეთ მოქმედებას ოსტატო? მალე ჩემო ლომო. ჩვენი მოთმინება მაშინ დასრულდება, როცა ურალის დრო მოვა. ძალიან მალე. ყველაფერი დამთავრდა რა? ასია ჰალილ. ყველაფერი დამთავრდა. თუმცა რა იყო დაწყებული რომ დასრულდეს? ჩვენი ბრალია ამ დღემდე რომ გავაგრძელეთ. მართალი ხარ. რატომ ველოდებოდით ამ დღეს ყველაფრის დასასრულებლად? მაგრამ მე შენ გეტყვი. შენ ხომ შვილთან მოაგვარე ურთიერთობა და გადაწყვიტე რომ ყველაფერი მორჩეს. აზიზიც მოვიდა. რისი თქმა გინდა? ძალიან კარგად იცი რისი თქმას მინდა. თურმე დემიროღლუს ფულს არ შეეხებოდა. თურმე ის და ეს ვისატყუებ. შვილს დაუბრუნდი და ძველი რვეული გახსენი. ამიტომაც გარბი ხარ ჩემგან. სიტყვებს დაუკვირდი ჰალილ. შენ უგეშლები. უცხო რომ იყო პასუხს არ მოგთხოვდი იმაზე რომ მაგათთან წახვედი. ისეთი ვიქნებოდი როგორც შენ. ეს ყველაფერი ზღაპარეა. ზღაპრებს ნომიყვები, არ დაგიჯერებ. მე არ მინდა გაქორწინება. განქორწინდებით ჰალილ, სხვა გამოსავალი არ გაქვს. მორჩა, განქორწინდებით. მორჩა რა? მორჩა, ხო, რა თქმა უნდა. პული ხომ გაქვს? აზიზიც აქ არის უკვე. ყველაფერი იმ ტიპის გამოა. გონი არ ვიცი? ყველაფერი მაშინ გაფუჭდა, როცა ის მოვიდა. მაგის გამო არა? ხელი გამიშვი ჰალილ. ხელი გამიშვი. ხელი გაუშვი ჰალილ. გაჩვენდი. ხელი გამიშვი. გამიშვი. აზიზი არაფერ შუაშია. საქმე შენშია. სარგებლის გარდა არაფერი გჭირდება. ჩემი ქალიშვილიც კი. ჩემი ჰაზალი გაწირე. ყოველად ნუცდილობ მელეკ. ორიან ვიცით საქმე რაშიც არის, ყველაფერი იმ ტიპის გამო არის. აზიზის. ისევ აგენთო გრძნობები. ჩათვალე რომ მე აღარ ვარ. და იმ წამიდან გინდა გააგრძელოთ რომელზეც შეჩერდით. ზევსი არაფერი იქნება მელეკ. განქორწინება არ მინდა. იმ კაცის იმედი ნუ გექნება. სიცოცხლეს დავთმობ. მაგრამ იმ კაცს ცხოვრებას წავართმა და მაინც არ დაუშვებ რომ ერთად იყოთ. გასაგებია? კიდევ ლაპარაკობ ჰალილ. გაჩვენდი შეშლილო ქალო, გონი არ ვიცი? არ ვიცი რომ ეს ყველაფერი შენ მოაფიქრებინე. შენც დაგელაპარაკები. გალბატონო ნარგისა ფრთხილად იყავი. მსგავსი არაფერი განმეორდეს ძვირფასო. ახლა ხომ უკეთესად ხარ? რა კარგია რომ ყველაფერი წარსულში დარჩა. ახლა კარგად ხარ? კარგად ვარ. დედა ექიმა რა თქვა საბოლოოდ? სანერვიულო არაფერია. თქვა რომ დღითი დღე უკეთესად იქნება. უფრო კარგად იქნება. კარგით, ცოტა უნდა დაისვენოს. ახლა ვემოვალ. დედა, გამაღვიძე ქენანი რომ მოვა, კარგი? კარგი. სინან. ჩანაწერი ნახე, ვინ ჩაიდინა ეს? ჩემი აზრით, ვისაც არ უნდა გაეკეთებინა, პასუხი უნდა აგოს. ირმა კიკინაღამ მოკვდა. ასე როგორ შეიძლება? ებრუ მართალია. ვინც არ უნდა იყოს გარეული თავის სასჯელს მიიღებს. იმედი მაქვს დიდი ხანი არ გალოდინე. არა, მეც შეიძლება ითქვას ახლა მოვედი. დავცხდეთ. რა თქმა უნდა. რისთვის დამიძახე? ქენან. გუშინ რაც მოხდა ის ჩემთვის მიუღებელი იყო.
კიდევ რა თქმა უნდა იმაზეც მაქვს კითხვები, რაც ჩანაწერებს შეეხება. კამერების ჩანაწერები? ხო, სახლში ყველგან კამერებია. მან ჩვენც დაგვაფიქსირა იმ ღამეს. ამის შესახებ უნდა გვწოდნოდა. რა იყო? გეშინია? გეშინია ურალი რომ ნახავს თქვენს ქორწინებას ბოლო მოიღება? კენან, გთხოვ, არ გინდა. საქმე ამაში არ არის. ურალი ამას ასე არ დატოვებს. ის ჩანაწერები უნდა ვიპოვოთ, სანამ ვინმე ნახავს. რას ფიქრობ? როგორ უნდა ვიპოვოთ? რამე აზრი გაქვს? არ ვიცი. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ჩვენს გამო და ირმაკის გამო. რამე გზა უნდა ვიპოვოთ და ყველაფერი წავშალოთ. კენან, დილამდე ვფიქრობდი იმაზე, რაც გუშინ საღამოს მოხდა ჩვენ შორის. წამითაც ვერ ვიშორებდი ამ ფიქრებს. მეც. სინან, რა მოხდა? არაფერს იტყვი? ჩანს რომ რაღაც პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ. რა მოხდა? ვინ იყო ოთახში შესული? არ ვიცით. როგორ თუ არ იცით? გუშინ საღამოს კამერები არ მუშაობდა. რას ამბობს სინან? ეს როგორ უნდა მომხდარიყო? არ ვიცი, დედა. ირფანი დავსვი ოთახში, ყველა ჩანაწერი შევამოწმე. არაფერი არ არის. ჩართული არ იყო. ჩეშმეშიც ასე მოხდა. იცით ამის შესახებ. კამერები მთელი დღე არ მუშაობდა. დარწმუნებული ხარ, რომ არავის არ იცავ? მაგალითად შენ სოლს. რას ამბობს? სისულელებს ნუ ამბობ. ირმაკის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს. გარდა ამისა, დეფნე ამას არ იზამდა. დარწმუნებული ხარ? კი, ძმაო, დარწმუნებული ვარ. რა იყო? არაფერი. კენანს ვეძებდი. სად არის? თქვენთან ერთად არ მოსულა? საქმეები ჰქონდა და წავიდა. დარწმუნებული ხარ, რომ საქმეები აქვს? შემთხვევით ჰაზალთან ერთად ხომ არ არის? ჰაზალი თავის ოთახში არ არის? არა. ეჩქარებოდა და წავიდა. რა სიტყვი? რაზე გინდა ლაპარაკი? მიდი, მომიყევი. მიდი, ვერ ბედა? თუ რაღაცა უნდა აღიარო. მიდი, მითხარი. კენან. მე რა შენ? მითხარი, ნუ წელავ. რა უნდა მითხრა? რომ ჯერ კიდევ გიყვარ ვარ? თუ ის რომ გძულ ვარ? რომელი? მომიყვების შავ მარგალეთს რატომ არ იხსნედი? იმ ღამის შესახებ მომიყვები კლუბში? რომელი? თუ ის, თუ რატომ მაკოცე? ჰაზალ. მიდი, გელოდები. ის მომიყევი, რაზეც გაქვს პასუხი. გელოდები. აქ იმისთვის არ მოვსულა, რომ ჩემს სიყვარულზე ან სიძულვილზე გელაპარაკო. შენს მიმართ არაფერს არ გვგზნობ.
ამის სათქმელად მოვედი. დამიჯერე, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ორივესთვის რთულია. ასე ახლოს ყოფნა. ჯობდა ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც დასრულდა, მაგრამ არ გამოვიდა. გოში რაც მოხდა, ეს წამიერი სისუსტე იყო. ეს არაფერს არ ნიშნავს. დამიჯერე. და ვერც ვერაფერი მოხდება. შენს მიმართ არაფერს არ გრძნობ. სიყვარული, რომელიც ჩემში ცხოვრობდა, მოკვდა. გუშინ ამაში დავწმუნდი. ამიტომ დავივიწყოთ, რაც მოხდა. ჩვენ ახლა შენ და მე ვართ. შენ ხარ ის ბიჭი, რომელიც ირმაკზე აპირებს დაქორწინებას. მე კი ურალის მოსიყვარულე ცოლი. ასე მართლა ვიქნებით ბედნიერები. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა. ჩვენი ბოლო საუბარია პირისპირ. კენან. შვიდობით. გირჩევ ჰაზელს ყურადღება მიაქციო. საერთოდ არ არის კარგი ის, რომ კენანთან ერთად იყო. ირმაკი და კენანი საერთოდ სხვა ისტორიაა. მათი ერთად ყოფნა საერთოდ უადგილოა. ისედაც ამის გამო მოვედი აქ. დედა მელეკთან კამათი უბრალოდ მიზეზი იყო. მინდოდა რომ ჩემს თვალწინ ყოფილიყვნენ. ვურალ, გინდა ეს შენ თუ არა, ერთად უნდა ვიმოქმედოთ. კენანი ამ სახლში არ უნდა იყოს. არ მგონია ჰაზელს კენანი რომ უყვარდეს. შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი. იმიტომ რომ ჩემი აზრით ჯერ კიდევ უყვარს. მაპატიე, არ მინდა რომ გაწყენინო. მაგრამ ეს სიმართლეა. ყოველთვის მეკითხება კენანის შესახებ. მაგალითად რას ფიქრობ, მართლა უყვარსო ირმაკი? ნამდვილად დამავიწყდა თუ არაო? ბოლო დროს იმას ამბობს, რომ მისი ნახვა უნდა. მაგრამ მე ვუთხარი, რომ კენანი და ირმაკი ბედნიერები არიან. კენანსაც ველაპარაკე. პირდაპირ ვუთხარი, რომ ჰაზალი შენზე მეკითხება მეთქი. მისი რეაქციის დანახვა მინდოდა. მაგრამ არა. კენანი ძალიან შეიცვალა ჰაზალის მიმართ. მაგრამ ჰაზალი როგორც გითხარი, ძალიან მწუხარ. მსგავსი არაფერია. ჰაზალი დღითი დღე უფრო მიახლოვდება. ნელ-ნელა ივიწყებს კენანს. მის სახელსაც აღარ ამბობს. მე ვუყვარ ვარ. მე. გონს მოდი. ჰაზალი შენს გვერდით მხოლოდ კენანის კეთილდღეობის გამო არის. ძალა რომ არ გეხმარა მასზე მოკვდებოდა, მაგრამ კენანს არ დაშორდებოდა. ამ ქორწინებასაც მხოლოდ კენანის კეთილდღეობის გამო ითმეს. ჰაზალის თვალში ის ადამიანი ხარ, რომელმაც მასზე ძალა იხმარა და ცხოვრება გაუფუჭა. მაგრამ მისმინე, რას გეტყვი. ფიქრობ, რომ თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. ანუ იმას ვამბობ, რომ ჰაზალი თუ დაორსულდება, ეს იქნება ნამდვილი მჭიდრო კავშირი. შენც მშვიდად იქნები და მეც. რა, აღიარა, რომ ცუდი აზრი არ არის. გარდა ამისა, ამჯერად მოტაცებაც არ გჭირდება. დააძინებ. თუ გინდა მეც დაგეხმარები. ძილში ვერც კი გაიგებს. მით უმეტეს სანამ გაიგებს, რომ ორსულად არის, ყველაფერი მზად იქნება. არ ასე ვერ მოვიქცევი. ელპირდი რომ არც მივეკარები. მაშინ ცხოვრების ბოლომდე იმ შიშით იცხოვრებ, რომ შეიძლება ჰაზალი დაკარგო. დარწმუნებული იყავი, რომ ერთხელაც სიყვარულს დანებდება და კენანს მოუყვება ყველაფერს. ჭკუითი მოქმედე.
მიაჯაჭვე. გაჩუმდი. გეუბნები გაჩუმდი. მისთვის ტკივილი არ მიმიყენებია. არც არასდროს არ შევხებიო ჰაზალზე ბრო. ჭკუიდან შეიშალე? რას ამბობ? სიმართლეს ვამბობ. ეს არის სიმართლე. ჰაზალს არასდროს შევხები ვარ. ვურა. მისმინე. არ გაბედო ჰაზალისთვის ამის თქმა გაიგე? ჰაზალის სიმართლეს თუ გაიგებს დაგშორდება. ამის შესახებ არ უნდა იცოდეს. შენს გვერდით მხოლოდ იმიტომ არის, რომ გონია, რომ მასზე ძალა იხმარე. მისმინე, სერიოზულად გეუბნები. ვერასდროს ვერ გაიგებს, ვერასდროს. რა თქმა უნდა, შენ თუ არ გამოიყენებ ამას როგორც შანტაჟს ჩემს წინააღმდეგი. სისულელეს ნუ ამბობ. ეს არც მე არ მაწყობს. მაგრამ მე მაწყობს. ბოდიშს გიხდით. უკაცრავად. არა უშავს. ჰაზალ გონს მოდი. იაზროვნე. ყველაფერი დამთავრდა. ქენანი აღარ არის. ჩვენ აღარ ვართ. გონს მოდი უკვე, გონს მოდი. ერთხელ უკვე დაეცი. და აღარ დაეცემი მეორედ. მეორედ აღარ დაეცემი კენან. გისმენ. ჰაზალ სათხარ. ისმინე, ვიცი არ გინდა რომ გენჯერი დადიოდე შენს გვერდით. კარგი მესმის, მაგრამ მითხარი სათხარ. აქ ვარ, არსად არ წავსულვარ. უბრალოდ სახში არ მინდოდა დარჩენა. დედასთან წავედი რესტორანში. კარგი ჩემო ცხოვრება, უბრალოდ მაინტერესებდა. ირმაკი უკვე სახლშია, შენ როდის მოხვალ? ცოტა საქმეები მაქვს, საღამოს გნახავ. კარგი მაშინ, საღამომდე. შეხვედრამდე. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. ძალიან გიხდება. აზიზ. აქ რა საკეთებ? ჩემს გზას და ბედს ყოველთვის შენთან მოვყავარ, მელექ. ეს ბედია. არ გინდა აზიზ.
ნუ მოდიხარ ჩემთან ასე ყოველწუთსა და ყოველწამს. ჩვენ უკვე ახალგაზრდა და მარტოხელა ადამიანები არ ვართ. დიდი ბავშვები ყავს უკვე. მართალი ხარ, მაგრამ ეს მრავალწლიანი ჭრილობაა მელეკ. შეიძლება გაგრძელება და ჭრილობის მოშუშება უკვე დამაგვიანდა, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ მე არ გამიხსნია ეს ჭრილობა. ეს რას ნიშნავს? მოდი დაჯექი და ვილაპარაკოთ. ჯერჯერობით ვერაფერი ვერ ვიპოვე, რაც ქალბატონს უკავშირდება ქალბატონ ჰაზალ. პატარა გამოძიება ჩავატარე. 2014 წელს განყოფილებაში იყო მისული და თავის ქმარზე ვორალ დემიროღლუზე იჩივლა, რომ მან მასზე იძალადა. მტკიცებულებები არის? პოლიციელებმა დაკითხეს, მაგრამ დოსიე გაქრა. როგორც ჩანს, საქმე არ იყო გაგზავნილი გამომძიებლებთან. სიმართლე გითხრათ, ეს მდგომარეობა ხშირად ხდება ოჯახებში. იქამდეც მივოლთ, რაფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ნასის ვიპოვით და გავიგებთ რა სჭირს. იმედი მაქვს, ყველაფერს ვიზამ, რასაც შევძლებ. აზიზ, მითხარი რაც გინდოდა და წადი. მალე ჰაზალი მოვა. არ მინდა რომ ასე დაგვინახოს. ისედაც სულ მეკითხება და არ ვიცი რა ვუთხრა. უთხარი რომ მე მისი მამა ვარ. აზიზ, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, გეყოფ აქ თქო? იცი ყველაზე მეტად რა მტკენს გულს. ჩემი ქალიშვილი ჯერ კიდევ იმას ეძახის მამას, ვინც ასეთ მდგომარეობამდე მიმიყვანა. ადამიანს, რომელმაც ჩემი ბედით ითამაშა. ჰალილს როგორ ეხება ეს? წერილი, რომელიც მოგწერე, ჰალილის ხელში ჩავარდა. მან იზრუნა იმაზე, რომ წერილი შენთან არ მოხვედრილიყო. გუშინ ღამე თვითონ აღიარა. რა? თურმე თავიდანვე იყო შენზე შეყვარებული. ორივეს გვითვალთვალებდა. შედავდა. წერილს რომ გწერდი. მერე ბიჭუნას წაართვა. უთხრა რომ მისია. მერე კი დახია და გადააგდო. განქორწინება უნდა. მოგდები, მაგრამ არ მივცებ განქორწინებას. ჩემთან თუ არ იქნები, არც აზის მივცებ შენს თავს. ჰალილ. სახეზე რა გჭირს? შემთხვევით მომხვდა რაღაცა. ის ფული, რომელიც გინდოდა, მზად არის. წერილს რომ მომცემ, მაშინ მიიღებ ფულს. გარდა ამისა, კომპანიაშიც მოგაწყობ. მაგრამ ეს საქმე ძალიან გაიწევა, ჰალილ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღო წერილი. და ვორალმაც კი არ უნდა იცოდეს ამის შესახებ. ნუჩქარობთ, ქალბატონო ჯანან. უნდა დავწმუნდე, რომ უსაფრთხოდ ვიქნები. დამცინი? გეუბნები, რომ ყველაფერი მოვამზადე, რაც გინდოდა. კიდევ რა გინდა? ამ ცხოვრებაში ჩემი გამოცდილებიდან ვისწავლე, რომ ადამიანებს არ უნდა ვენდო, ქალბატონო ჯანან. ფული მზად კონდეს და დრო რომ მოვა წერილს მოგაწვდით. მისმინე, ჰალილ. ნუ მეთამაშები. გარდა ამისა, აზის ტოპრაკით ნუ მემუქრები. რამის გაკეთება რომ შეეძლოს. აქამდე იზამდა უკვე. დიდი ხნის უკან. თუ ასეა, აზის ტოპრაკის თუ არ გეშინიათ, ასეთი გამწარებული რატომ ხართ, ქალბატონო ჯანან? საქმე ჩემი შვილის ბედნიერებას ეხება. ეტყობა შენ არ გაღელვებ შენი ქალიშვილის ბედნიერება. ჩემთვის ოჯახის სიმშვიდეა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომაც ახლავე თუ არ მომიტან იმ წერილს, ასე მშვიდად აღარ ვილაპარაკებთ. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა. და ეს ფოთლებიც მოჭერი, ჰალილ. დილომშვიდობისა. გამარჯობა, მობრძანდი ქენან. მადლობა, ირმა კი როგორ არის? უკეთესად, თავის ოთახშია. კარგი. ხო, ეს საქმე ხვალვე უნდა მოგვარდეს, იმიტომ რომ საქმე მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება. კარგი, კარგ ამბებს ველოდები თქვენგან. მობრძანდით მეთევზე. მადლობა.
როგორ ჩაიარა აზისთან შეხვედრა? არის რამე, რაც გვაოცებს? ნუ გეშენია. ჩემი დღის განრიგში მხოლოდ ირმაკია. შეამოწმეთ კამერები. ვინ გააკეთა ეს? ვინ მოვაძრო ჩამრთველი? კამერები გაფუჭდა, ჩანაწერები არ არის. სისულელეა. ვინც გააკეთა იმან წაშალა ჩანაწერები, ეს ხომ ნათელია. ჩანაწერები არა, იმ ადამიანს დედამიწის ბოლოშიც ვიპოვე. ღმერთ მაქნას. კენან. მობრძანდი, როგორ ხარ? მადლობა, კარგად. არ მინდა ირმაკს ვალოდინო. მისთვის სიურპრიზი მაქვს, რომელიც ძალიან გააბედნიერებს. მეც წამოვალ, წამალს დავალევინებ და მარტო დაგტოვებთ. კარგით, წამოდით. რას აკეთებ? ისმინე, შემთხვევით შენ ხომ არ ხარ დაკავშირებული იმასთან, რაც ჩემს დას მოუვიდა. ის კენანს მიყვება ცოლად. შენ კი კენანის მიმართ სიყვარულის გამო საკუთარ დასაც კი უღალატე. სისულელეებს ნუაბობ. ეს ერთი და იგივეა? სიყვარულისგან არ გავგიჟებულ ვარ მკვლელობა რომ ჩავიდინო. გარდა ამისა, კენანი ჩემთან თუ არ იქნება, მირჩევნია რომ ჰაზალთანაც არ იყოს. რა თქმა უნდა, ერთად თუ იქნებიან. ისმინე კაფეს. იმ ჰალილს ხომ უუთელთვალებთ? არ ინერვიულოთ ოსტატო, ეს საქმე ჩემზეა. ისი გათვლა შეუძლებელია, მერე სხვებთან არ შეგვიშვას. ცემის მერე ამას არ გაბედავს. მიხვდა რომ მისი ცხოვრება ჩვენს ხელშია. შენ მაინც უთვალთვალე, რამე არ ჩაიდინოს. არ ინერვიულო ოსტატო. მისი გალია მე ვარ ამიერიდან, ვერც გაფრენა შეძლებს, ვერც ზედმეტ გამოძრავებას. მადლობა. მელეკ, საღამოს სახლში მოდი. რა? მართლა? სერიოზულად? მაპატიე? საღამოს მოდი და ვილაპარაკოთ. კარგი, კარგი, როგორ არ მოვალ, რა თქმა უნდა. მოვალ. სად იყავი სიყვარულო, სად დაიკარგე? პატარა საქმეები მქონდა. გირეკავდი, მაგრამ არ პასუხობდი. შეხვედრაზე ვიყავი. ტელეფონი უხმოზე მქონდა. დაივიწყე ეს. შენ როგორ ხარ? უკეთ ხარ? რა მნიშვნელობა აქვს თუ ვიტყვი რომ კარგად ვარ? არავინ არ მისმეს. დავიღალე უკვე ამ ოთახისგან და აპარატებისგან. მართალი ხარ, მაგრამ ცოტა დარჩა, მოითმინე, კარგი? სიყვარულო. იმ სანაპიროზე მინდა წასვლა, სადაც მაშინ შევხვდით. წავალთ. იქაც წავალთ. უბრალოდ შენ გონს მოდი. ძალა მოიკრიფე და სადაც გინდა იქ წავალთ. ხოლო დორნი, მე და შენ. ამიერიდან ასე იქნება, ხოლო ჩვენ ორნი. რა თქმა უნდა, შენც თუ გინდა. ამის გარდა ცხოვრებაში არაფერი მინდა. ირმაკ. არ ვიცი, შეძლებ თუ არა იმის დავიწყებას, რაც ქორწილის დღეს მოხდა, მაგრამ თუ კიდევ ერთ შანსს მომცემ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იყო. არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ჩემი ბედნიერებისთვის მთავარია შენ იყო ჩემს გვერდით. ამიერიდან სულ შენს გვერდით ვიქნები. ბოლო ამოსუნთქვამდე? ბოლო ამოსუნთქვამდე. აზალთან წადი და უთვალთვალე. თქვენ ხომ მითხარით რამოდენიმე ხანი მისგან თავის შორს დაიჭირეო. კარგი, ახლა სხვანაირად გეუბნები. წადი, თვალი არ მოაშორო. მიდი, რაც გითხარ ის გააკეთე. კარგი, ბატონო ვურალ. ჰალილ. მალე მორჩი მუშაობას, მანქანა წასაყვანია დათვალიერებაზე. კარგი, მალე გავალ, არ ინერვიულო ირფან. მისმინე.
სიმართლე მითხარი, ცემისგან გაქვს ხომ ეს? Ომასეა, იმიტომ რომ ასეთი ნადგენები ცემისგან არის. ვითომ რატომ? ახლა იქ იმის გახდი. შენ საქმეს მიხედე. რამე სხვა საქმე თუ არ არის მითხარი. ადრე უნდა წავიდე სამსახურიდან. სული მელოდება სახლში. კარგი, მანქანას რომ მოიყვან შეგიძლია მაშინ წახვიდე. მადლობა. ებრუ, შვილო. იცი რა მოხდა? მამა. რა გჭირს? ეს ვინ გააკეთა? არაფერია შვილო, მე მოგიყვები. როგორ თუ არაფერია, მამა, მომიყევი ვინ გააკეთა? შვილო, ხომ გითხარი არაფერია, ნუ აგრძელებ. მისმინე მელექმა სახლში დამეძახა. მაპატია. პატიება დავიმსახურე. მე შენს მოხვალ და ხელზე აკოსებ. არა. ის დარტყმა არ დამვიწყებია. ამის მერე წავიდე და ხელზე ვაკოცო? ებრუ, ნუ აგრძელებ. ხომ მაპატია. ჩვენს ურთიერთობას ვიმაფუჭებ. უნდა დავივიწყოთ ის შემთხვევა, რომელიც ურალს და ჰაზალს ეხება. კარგი ურთიერთობა უნდა მქონდეს მელეკთან. დრო არ მაქვს იმისთვის, რომ მელეკზე დავხარჯო. მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. დრო მოვიდეს და შურს ვიძიებ იმ დარტყმის გამო. ეს რა თქმა უნდა სხვა საკითხია. ებრუ. ღმერთო. კარგი ჰალილ, ბევრი საქმე გაქვს კიდევ. დედიკო. ტირი? არა შვილო, ცოტა გულზე მომხდა უბრალოდ. მიტირგუსებს ყიდიდი ილდირის ქუჩებში და ახლა რესტორანი მაქვს. გარდა ამისა შვილთან ერთად. სხვათა შორის? შეხედე რა ვიყიდე? რა იყიდე? მაღაზიაში ვნახეთ, ძალიან მომეწონა. ხომ ლამაზი იქნება? ლამაზია. მართლა ლამაზია. უკვე მაგიდებს ალაგებ. დედა, საერთოდ არ მიჯერებ. ხომ გითხარი დამლოდებოდი, ერთად გავაკეთებდით. არ ვიცი შვილო, აგვიანებდი და რაღაცის გაკეთება მინდოდა. რამოდენიმე მაგიდა დავალაგე. მაინტერესებდა როგორი იქნებოდა. შენ სად იყავი? რაღაც საქმეები მქონდა. მოდი კიდევ ბევრი საქმე გვაქვს. ერთ-ორ დღეში უნდა გავიხსნათ. ასე რატომ ჩქარობ შვილო? არ ჩქარობ დედა. უბრალოდ ვერ ვითმენ. მინდა რომ მალე გავიხსნათ. შესანიშნავია. ორივეს გილოცავთ. მადლობა. ჩემო ლამაზო შვილო. ჩემო ძვირფასო. ჩემი ლამაზი. დღეს მინდა რომ ვახშამზე შემოგიერთდეთ. გარდა ამისა ერთად შევატყობინებთ ამ ამბავს. კარგი, მაშინ გოგოებს დაველაპარაკები. განსაკუთრებული ვახშამი მოამზადონ. შენ გინდა რამე განსაკუთრებული ირმაკ? არა. ყველა იყოს სუფრასთან. ეს საკმარისია. კარგი. კენა შეიძლება ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა. ეს მაწუხებს რომ ჩანაწერები არ არის. მეც მაწუხებს. ამიტომაც ირმაკის ოთახთან ყოველთვის ვიღაცა იქნება. ამ საქმეს მოვაგვარებ. შენი აზრით ასე უბრალოდ დავტოვებ იმ ადამიანს, რომელიც ასა მოიქცა ჩემი შვილის მიმართ.
გათელია ეს იმან გააკეთა, ვინ წაშალა ჩანაწერები. მეც მის გვერდით ვიქნები ყოველთვის, მარტო რომ არ იყოს. უბრალოდ ამის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს. კარგი? ამაზე არ ენერვიულო. სხვათა შორის ვიცი რომ ჩემი სურვილის გამო მოყავს ირმაკი ცოლად, მაგრამ ასე მგონია რომ ის შენთვის მართლა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს ეს არ გაგიფუჭებს აზიზთან ურთიერთობას. აზიზმა არ იცის ამის შესახებ. არც ქორწინებაზე, არც ბეჭედზე, არაფერზე. ეს მთლიანად ჩემი სურვილია. ჩემთვის ირმაკი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. მადლობას ნუმეუბნებით. თქვენ შვილს უთხარით მადლობა. იმისთვის რომ შეძლო და თავის გული ასეთი სუფთა დატოვა. ყველამ უნდა გადავუხადოთ მადლობა. სინან, ჩემზე ნაწყენი ხარ? ბოლო დროს ირმაკი შეტევების გამო ცუდადვა. სანამ არ გამოჯამრთელდება, არ მგონია გონზე მოვიდე. დეფნე. გამოჯამრთელდება. ნუ ნერვიულობ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოჯამრთელდეს. სწრაფად უნდა გავარკვიოთ, ვინც მოექცა მას ასე. მაინც გაიგებ, რომ მართალი ვარ. გეყოფა დეფნე. ისევე ბრუ გაქვს საჩემებული. ეს საჩემება არ არის სინან. ვიცი რომ მან გააკეთა ეს ყველაფერი. გარდა ამისა ჩანაწერები რომ გამოჩნდება, ყველა ვნახავთ ამას. ჯერ ჩუმად ვიქნები. მე არ ვიცი ეს ვინ გააკეთა. მხოლოდ ის ვიცი რომ ვინც არ უნდა იყოს ჩემგან მიიღებს. ჩვენ ბევრი რამე გადავიტანეთ. და ამასაც გადავიტანთ. უბრალოდ არ დაგავიწყდეს რომ ძალიან მიყვარხარ. არ დაგავიწყდეს რა აღარ გამიკეთებია შენთვის იმისთვის რომ ოჯახის თვალში ამაღლებულიყავი. ახლა ერთი მეგობრის ბუტიკში წავა. რაღაცაებს ნახავ. მერე კი ყავას დავლევ და დავბრუნდები. კარგი. როგორც გინდა. დედა, ეს სად ჩამოვკიდო? არ ვიცი შვილო, ამაში არ ვერკვევი. იქ როგორ უნდა ჩამოვკიდო, ხელოსანს უნდა დავუძახოთ. ასე სჯობს, მრიცხველი ყოველთვის ითიშება ღმერთმა არყნას ცეცხლი არ მოეკიდოს. წარმატებები. ეს საიდან მოვიდა? ვურალს არ ელაპარაკე? რა იყო გენჯერ? ვურალს ვუთხარი რომ არ მინდა ჩემს გვერდით გხედავდე. თქვენი შეწუხება არ მინდოდა ქალბატონო ჰაზავ. მაინტერესებდა რამე გჭირდება თუ არა. როგორც ჩანს გჭირდებათ. საჭირო არ არის, შენ საქმეებს მიხედე. ჩემი საქმე ეს არის. ამ ხელობაში კარგად ვერკვევი. მით უმეტეს ეს ძალიან საშიშია. იმისთვის ვინც ვერ ერკვევა ამაში. როგორც გავიგე, მრიცხველი გაითიშა. მოდით ჯერ ამას დავკიდებ და მერე მრიცხველს შევამოწმებ. თქვენის ნებართვით, ქალბატონო ჰაზავ. მაჩვენებელი სახრაღნისი ხომ არა გაქვთ? ელექტროენერგიის შესამოწმებლად მჭირდება. სამზარეულოში იყო რაღაც მსგავსი. მოვიტან. გარდა დაცვისა, სხვა საქმეებშიც ყოფილ ხარ სასარგებლო, გამაკვირვე. რა თქმა უნდა, იმის გამო რომ ბატონ ვურალთან მუშაობ, ვიფიქრეთ რომ უბრალოდ სკოლა დავამთავრე. უნივერსიტეტში ვსწავლობდი ხელოსნის სპეციალობაზე. იძულებული ვიყავი, ფული გჭირდებოდა, მამა გარდაიცვალა, დები და ძმები მყავდა და სწავლა მივატოვე. ხელოსანი ვიყავი დემრუღლუს კომპანიაში. მერე ბატონი ვურალი გავიცანე. დანარჩენი იცით. დანარჩენი უცნობია.
Გამოოცე. მაგრამ შენს გამო მოვიწყინე. ეს ვიპოვე. გამოდგება. აქ სადღაც კიბე იყო, ავიღებ და მოვალ. მოვდივარ დუიგო. შიგნით ხომ არავინ არ არის. კარგი, შესანიშნავია. არავინ არ უნდა იცოდეს აქ რომ მოვედი. ახლოს ვარ და შემოვდივარ. კარგია რომ მოვედით ახმედ. უკვე ყველაფერი მომბეზრდა. ყველაფერი რომ მოგბეზრდება, მე და მირეკი, კარგი? ისედაც ბევრი დრო მოქვს. გავისეირნებ შენთან ერთად. მადლობა. რა კარგია რომ ხარ. სამკაული არ გიკეთია. ხო, გუშინ საღამოს ვჩქარობდი და ვერ შევამჩნიე ისე გამიწყდა. შემეშინდა მეგონა რომ დავკარგე. მაგრამ კიდევ კარგი ვიპოვე. გუშინ რა მოხდა, რატომ ჩქარობდი? კენანთან არ გილაპარაკია? არა. რამე ცუდი მოხდა? არ მკითხო. ხომ იცი რომ ირმა კი ავად არის. აპარატზეა შეერთებული. ვიღაც შევიდა ოთახში და გათიშა ის. საბრალო გოგოს სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს. ეს როგორ? ამის გაკეთება ვის შეეძლო? სიმართლე გითხრა ერთზე მაქვს ეჭვი. მაგრამ სახელს ვერ ვიტყვი. ვინ? ჰაზალი. სისულელეებს ნუ ამბობ. ჰაზალი ამას ცხოვრებაში არ იზამს. ჰაზალმა ძალიან გაგვაოცა ახმედ. ბევრი რამ გააკეთა ისეთი, რამაც გაგვაკვირვა. შენც ხომ იცი? შეიძლება ირმაკზე იეჭვიანა. ბოლოს და ბოლოს კენანი მისი ყოფილი საქმროა. ალბათ ვერ მოითმინა. შეიძლება ავიღო. მართალი იყავით, მრიცხველთან არის პრობლემები. შეიძლება ცეცხლი გაჩნდეს. უნდა შევცვალოთ. ნაცნობი ხელოსან ეყავს, საჭირო მოწყობილობას ვიყიდი და მოვალ. მადლობა. ძალიან დაგტვირთეთ. რას ამბობ, ძალიან მომწონს ეს საქმე. ამით ყურადღება გადამოქვს, ვისვენებ. ახლა დავბრუნდები. ჰაზალ ამას მოურჩი და სამზარეულოში გადავალ. თაროებს უნდა მივხედო. კიდევ ბევრი საქმე დამრჩა. კარგი მიხედე, მე აქ დავამთავრებ ყველაფერს. კარგი შვილო. წარმატებები. ჰაზალ დემიროღლუ? გისმენთ, მე ვარ. თქვენთვის გზავნილია. რა გზავნილი? წერილია თქვენ სახელზე გამოგზავნილი. ვისგან? პირადი მონაცემები არ არის მითითებული. გზავნილი პირადია, ამიტომ ვერ ვნახულობ სახელს. აი აქ მოაწერეთ. წარმატებები. თქვენც? ჩემგან მტკიცებულებები გინდოდა. ყველაფერი აქ არის. თუ გინდა რომ გაიგო ნასის რა შეემთხვა, ხვალ 3 საათზე შევხვდეთ. ჟალე. ჟალე, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ვაცნებობდი. ვურალი თითქოს ის ვურალი აღარ არის. სიყვარული სავსე თვალებით კი არ მეყურებს, არამედ სიბრაზით.
მინდა რომ ეს საშინელება დასრულდეს. გთხოვ, დამეხმარე. მე შენია, ჟალე, დამეხმარე. ჩემს ძმას ვერ ვუკავშირდები. გთხოვ, დაუკავშირდი და აქედან წამეყვანეთ. მეც აღარ მოგწერ. ურალმა დამიჭირა, არ მინდა რომ შენც შეგექმნას პრობლემები. სინან, უსაფრთხოების კომპანიას ელაპარაკე? კი, ველაპარაკე. შემოწმების პირველ საფეხურზე არიან. ჯერ ვერაფერი ნახეს. იშვიათია, მაგრამ ესეც შესაძლებელია, რომ კამერამ შეიძლება ვერ ჩაწეროს ვერაფერი. ამ კამერამაც დრო იპოვა გასაფუჭებლად. რა დამთხევაა? მეც ვერ ვიჯერებ ამას. გასაგებია, რაც ხდება, დედიკო, ვინც ეს ჩაიდინა, იმან წაშალა. მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ვინ არის ასეთი მამაცი, რომ წასულიყო და წაეშალა ყველა ჩანაწერი? ასეთი უნამუსოსგან ყველაფერია მოსალოდნელი. ნათელია რომ ვიღაც გველი შევიდა ჩუმად. თუ რამე არის საშლელი, შეიძლება ამას ჩავეჭიდოთ, მაგრამ შედეგებს 10 დღე უნდა ველოდოთ. 10 დღე დაველოდებით, ძვირფასო. თავარია გავიგოთ, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ, ქენან? კარგად, მადლობა. ირმაკი სად არის? ოთახში. თქვენი დაძახება მთხოვა, ჩაცმაში რომ დაეხმაროთ. კარგი, მაშინ ჩავალ. მაშინ მაგიდასთან დავსხდეთ. ძვირფასო, მზად ხარ? მზად ვარ. ეს რა არის? სამკაული, რომელიც ქორწილის დღეს მაჩუქე. დღეს ვახშამზე მინდა გავიკეთო. ძალიან მოგიხდება. დამეხმარები? მოგითხარი, რომ ძალიან მოგიხდება. შავ მარგალიტზე უფრო მეტად. მართალი ხარ. არ ვალოდინოთ. არ მესმის უსაფრთხოების სამსახური რატომ ვერ ხსნის ამ შეცდომას? ეს კამერა ზუსტად საჭირო დროს გაფუჭდა? არ ვიცი. უკვე ვეღარ ვაზროვნებ. ამბობენ რომ 10 დღე უნდა ველოდოთ. 10 დღე? საღამო მშვიდობისა. ბოდიშს გიხდით, გალოდინეთ.
გამარჯობა ბატონო ქენ. მადლობა. სინან, ვალ პირადად შევხვდები უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციას. 10 დღე ვერ დაველოდებით. 10 დღე ძალიან ბევრია. ბოლოს და ბოლოს ვიპოვეთ იმას, ვინც ეს შეედინა. მართალი ხარ. უნდა ვიპოვოთ ის, ვინც ასე მოექცა ირმაკს. ღმერთ მაქნას რომ მალე ვიპოვოთ. ძალიან მაღელვებს ის, რომ ადამიანი შეიძლება ჩვენ შორის იყოს. ბატონო სინან, ტექნიკაში დიდად ვერ ვერკვევი. თუ ჩანაწერი წაშლილია, ესე იგი ყველა ვიდეო ჩანაწერია წაშლილი. მაგრამ მაგ დღემდე ყველა ვიდეო ჩანაწერი ადგილზე უნდა იყოს, ხომ? ანუ ბაღი. სამზარეულო. რა თქმა უნდა, ყველა ჩანაწერი უნდა იყოს.